ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტი, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი. ბატონო უმაღლესო მთავარსარდალო, საწყისის საბრძოლო მომზადების კურსის პირადი შემადგენლობა, სამხედრო ფიცის დასადება დაწყობილია. გენერალ-შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი კაპანაძე. გამარჯობა ბატონებო. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. თავისუფლად. ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიალური მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ქალბატონებო და ბატონებო, საწყისის საბრძოლო მომზადების კურსის პირადი შემადგენლობა თბილისში და საქართველოს 5 რეგიონში ერთდროულად დადებს სამხედრო ფიცს. შევასრულო სამხედრო წერდებათა ყველა მოთხოვნა და მეტაურის ბრძანება. ვიცავ, იცე დაუდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის. თუ გავტეხავ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ერის წინაშე. ფარავდეს ღმერთი.
ქალბატონებო და ბატონებო, საწყის სამხედრო მომზადების ცენტრის 48 რეკრუტმა მიხალკოში სამხედრო პიცი დადო. საწყის სამხედრო მომზადების ცენტრის ინსტრუქტორი სერჟანტი გაბუნია. საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრის 192-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრის პირველი კურსის უფროსი სერჟანტი ოსიტაშვილი. ბატონო უმაღლესო მთავარსარდალო, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის 432-მა სამხედრო მოსამსახურე ფიცი დადო. გენერალ-შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვაკაპანაძე. ბატონებო, გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენო უწმინდესობავ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქო, პატივცემულ ჩვენ თანამემამულეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მე მინდა ეს დღე მიულოცო მიულოდნელობით საქართველოს მხარს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენ თანამემამულეს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შეეწირა ოკუპაციას სოფელ ხურჩაში. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, როგორ იდგებოდნენ ისინი ჩვენთან. ეს ჩვენ ვიხსენებთ 25 წლის წინ, როგორ
ჩვენმა თანამებრძოლებმა ერთად თელმა ერმა გავერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში და მივახციეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ბრძოლის ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია. 25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანების შექმნილი თავისუფალი საზოგადოება. თავისუფალი ადამიანი არა მარტო თვითონ არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივისცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ ჩვენ. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ეს არის ჩვენი ღირებულებები. სწორედ ამიტომ ამ სულისკვეთებით წლევანდელი წელი, ასეთი მნიშვნელოვანი წელი 25 წლის დამოუკიდებლობისა მე ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე. რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპელობა ჩვენ სწორედ სახელმწიფოებრიობაში ამ წელს უნდა გადავიტანოთ. ამ წელს ჩვენ კიდევ მტკიცე ნაბიჯებს გადავდგავთ ჩვენ ევროპული და ევროატლანტიკურ გზაზე. დღეს აქ თქვენთან მდგევარ და ვზეიმობ ამ მშვენიერ დღეს და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ჩვენ ერთად ვიქნებით. იმ გამარჯვებებს, რომელსაც ჩვენ მივახცევთ, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თანამედროვე ერი. ღმერთი ფარავდეს საქართველოს.